მოგესალმებით, ეთერშია ტელეკომპანია პულსისა და მედეფემის ერთობლივი პროექტი სპორტი და ჯანმრთელობა. მე მისი წამყვანი ნინო მაჭავარიანი ვარ. დღეს ჩვენი გადაცემის მთავარი თემა გახლავთ კიკბოქსინგი და ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან. წარმოადგინოთ ისინი. საქართველოს კიკბოქსინგისა და ტაიბოქსის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი გოჩა ჯავახია, სპორტსმენი სოფიოს პრიზიორი ცოტნე სულთანიშვილი და პროფესორი თანამედროვე სპორტული მედიცინის ფუძემდებელი საქართველოში ბატონი რომანოს სვანიშვილი. მოგესალმებით ბატონებო. დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის და კიკბოქსინგი ძალისმიერი სპორტის სახეობად ითვლება თითქოს და თუმცა როგორც აღმოჩნდა მაინც და მაინც ტრავმული სპორტი არ არის ბატონო გოჩა, მაგრამ სანამ ამაზე გადავიდოდეთ, მოდით უშუალოდ ორიოდე სიტყვით ჩვენს მსმენელებს და მაყურებლებს მივაწოდოთ ინფორმაცია თავად სპორტის სამსახეობის შესახებ, უფრო კონკრეტულად თუ რას ნიშნავს საერთოდ კიკბოქსინგი და საიდან მომდინარეობს სპორტის სახეობა. კიკბოქსინგი ტაილანდურ კრებთან შედარებით უფრო თანამედროვეა, მაგრამ საფუძვლები ორივეს ერთი აქვს. უпроსტად კიკბოქსინგი წარმოიშვა ტაილანდურ კრებისგან. ტაილანდურ კრებს კიდე 2000 წლის ისტორია აქვს და ეს საფუძვლებს იღებს ტაილანდიდან და იმ ქვეყნიდან სახელწოდებაც გვარნახობს მას. იქ წესად იყო რომ მეფე ვერ გახდებოდი თუ ტაილანდურ კრებში არ იყავით ჩემპიონი და ეს ტრადიცია ეხლაც გრძელდება და იქ ძალიან სერიოზული კუთხით უდგებიან ამას და მთელი ტაილანდი ამით არის დაკავებული და ძალიან კარგი შედეგები აქვს საერთოდ სოციოლოგიას, ჯანმრთელობის ხრივაც და ყველანაირად და კიკბოქსინგი ეს უკვე ამერიკაში ჩაკ ნორისი და ბრუს ლი იყო ესეთი ცნობილი მსახიობის და სპორტსმენი მათ ჩამოაყალიბეს და ძალიან პოპულარული გახდა უფრო გააკეთილშობილეს კი უფრო შეარბილეს იმიტომ ტაილანდური კრი უფრო კაცრი სახეობა, იგი დაყვები და მუხლებია ძლიერი დარტყმები, ეს ამოიღეს და უფრო ვთქვათ, კარგი ფორმა მიცეს, სასიჯიბრებო და პოპულარობით კიკბოქსინგი ახლა მე ვფიქრობ ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში, იმიტომ ტელეგადაცემებში, საერთაშორისო გადაცემებში სულ მიდის ეს K1 შეჯიბრებები, K1 და სადაც ჩვენი სპორტსმენებიც მიიღებენ მონაწილეობას და ერთ-ერთი რო ითქვა პოპულარული და თან კომერციულადაც მომგებიანი სახეობა. გოგონებიც ბევრი ვარჯიშობენ და მსოფლიოში ალბათ სახეობებს თუ ავიღებთ კიკბოქსინგში გოგონები თითქმის ტოლს არ უდევენ მამაკაცებს. და რატომ როგორ ფიქრობთ? რატომ და ეს სახეობა ანვითარებს თანაბრად მთელ ორგანიზმს სხეულს და გოგონებისთვის ეს კარგია, ის აი როგორ გითხრათ თუ გოგონა მიდის სპორტის სახეობაში და რაღაცა იქ მას არასწორად ანვითარებს ან წინს ის იმაში არ დარჩებენ სახეობაში და არ გააგრძელებს და კიკბოქსინგში ეს საკითხი მოგვარებული, იმიტომ რომ ყველა სხეული თანაბრად იტვირთება, ამიტომ თანაბრად განვითარება არც აუხეშებს ორგანიზმს და არავითარი ტრამვები ისეთი არ არის. და როდესაც ჩვენ მან გადაცემის დასაწყისში აღვნიშნე, რომ ნაკლებად ტრავმული სპორტის სახეობა აღმოჩნდა, თუმცა ძალისმიერი სპორტის სახეობებში შედის. ამ შემთხვევაში ნაკლებად ტრავმული არის იქედან გამომდინარე, რომ დაცულია თითქმის ყველა ის ორგანო, რაზე ძირითადად მიდის დატვირთვა ტურნირის შეჯიბრებების პროცესში. გათვლილია ეს ყველაფერი ხელთათმანის ზომას, თავის სირბილე, იშლემი, ყველაფერი გათვლილია და რაც მთავარია, ამის გარდა კიდე რომ სპორტსმენები ამისთვის ემზადებიან. ეს სპეციალური მომზადება, ამტანობა, ყველაფერი, რომელსაც მე ბატონი აგეთ პროფესორი ჩვენც მოგვახსენებს, რაშიც მე ვეთანხმებ იმას ვილაპარაკეთ მანამდე. და მე მინდა გითხრათ, რომ არის სახეობები კიკბოქსინგში ძალიან თვითონ კიკბოქსინგშია დაყოფილი სახეობები, ძალიან მკაცრი სახეობა, რბილი სახეობა და ძალიან რბილი სახეობა, რომელიც შენ მიგიწევს გულ და რომელისგანაც შენ ხარ მზად, იქ გამოხვალ. ახლა ელენეც სოფლიოს ჩემპიონი, სამგზის სოფლიოს ჩემპიონი გოგონა, რომელიც გამოდის მკაცრ სახეობაში, მე არ ვიცი რამდენჯერ 8 თუ 9 ჩვენ მეორე ბლოკში სტუმრობთ. მას ესეთ სერიოზული ტრავმა არ ქონია და სოფლიოს ჩემპიონატზე 1500 მეტი სპორტსმენი გამოდის. არავითარი სერიოზული ტრავმა მე არ მახსოვს, ტაილანდიდან დაწყებული, ამერიკად დამთავრებული, მოვლილი გვაქვს სოფლიოს ჩემპიონატები. ეს უბრალოდ იმიტომ, რომ აი ამ სახეობას ტრადიციულად, ისტორიულად ყველაფერი ეს გათვლილი აქვს.
თუ როგორ უნდა მოემზადოს ამისთვის სპორტსმენი, რომ მან რაც შეიძლება ნაკლები ტრავმა მიიღოს და უпростоრად მეტი სპორტისთვის დაიხარჯოს და უფრო კარგი გზა გაიაროს ისე რომ ტრავმა არ შეაწყოს. ცოტნე როგორ იხარჯებით თქვენ აი ამ ყოველფრისთვის და როგორ ცდილობთ რომ ტრავმები აირიდოთ თავიდან? ჩვენ სტუდიაში ყავს სპორტსმენი, მსოფლიოს პრიზიორი და შესაბამისად თქვენგან უფრო უბრიანი იქნება ამ კითხვაზე პასუხის მოსმენა. Ну, რა თქმა უნდა, ყველაფერს ვასრულებ იმისთვის, რომ ეს ტრავმები არ ავიკიდო, რასაც ხო ჩამასწავლებელი მეუბნება, იმას ვაკეთებ თავიდან ბოლომდე სრულყოფილად, რომ ტრავმებისგან დავიცვა თავი, ფიზიკურადაც და როგორ ახერხებთ ამათ? ფიზიკური დატვირთვის? ფიზიკური დატვირთვით, ფსიქოლოგიურად, ყველანაირად ვემზადები იმისთვის, რომ ეს ტრავმები ნაკლებად ავიკიდო. Ну, რა თქმა უნდა, თუ იმას დავაკლებ, რაღაცას არ გავაკეთებ, გამოვტოვებ, ტრავმები რა თქმა უნდა მეტი იქნება. რასაც ტრავმა ქონიათ? Ну, როდეს? ყესის დაჭიმულობა მქონდა და მენისკი. Ну, მენისკის სირბილისგან რო დავბოდი ხშირად ასვალე. კი, ვარჯიშის პროცესში დამემართა, მაგრამ ეს ექიმის დახმარებით იმით გამიარა ადვილად. შემდეგ დარტყმისგან მივიღე მარჯვენა ხელზე ყესის დაჭიმულობა. Ну, აქ ის მასაჟები ისენი ყველაფერი რეაბილიტაცია გავიარე და ჩვეულებრივად ფორმაში ვარ, ვარჯიშობ დღესაც. ვიღებ შეჯიბრებებზე მონაწილეობას. ძალიან კარგი. ბატონო რომიკო, მოვისმინეთ ჩვენ დღეს ჩვენი სპორტსმენებისგან ის ტრავმები, რაც და ბატონი გოჩასგანა ძირითადად ნაკლებად ტრავმული სპორტის სახეობა, თუმცა ძალისმიერი სპორტის სახეობების რიცხვში შედის და არსებობს ტრავმები, მეტნაკლებად სერიოზული, თუმცა არსებობს. ცოტნეს მაგალითზე ამ ტრავმებს როგორ ავხსნიდით და როგორ შეიძლება მათი პრევენცია რომ მოახდინოთ? უპირველეს ყოვლისა მინდა მოგახსენოთ ის ამბავი, რომ სპორტი ვითარდება ორი მიმართულებით. ერთი არის პროფესიონალური სპორტი და მეორე არის გამაჯანსაღებელი მასობრივი სპორტი. აი მე რო ვაკვირდები სპორტის ეს სახეობა, რომლის შესახებაც აქ გვაქვს დღეს საუბარი, უფრო ფართოდ უნდა იყოს დანერგილი, არა კონდეს მიმართულება პროფესიონალური სპორტის განვითარების თვალსაზრისით, არამედ მასობრივი სპორტით, იმიტომ რომ სპორტის ეს სახეობა, ესე იგი ძალიან არის, იცით როგორი, ძალიან მიმზიდველია, ძალიან გამრთობია, იმიტომ რომ ჩვეულებრივად ახლა გამაჯანსაღებელი სპორტზე როცა არის ლაპარაკი, უნდა ირბინო, უნდა გააკეთო ძალისმიერი რაღაც ვარჯიშები და ეს ყველაფერი ის სპორტში გამოდის დინამიკაში და ძალიან სახალისოა, ასე რომ მომავალში აუცილებლად საჭიროა რომ ეს დაინერგოს სკოლებში, დაინერგოს უმაღლეს სასწავლებლებში, ვინაიდან ნამდვილად უაღრესად მიმზიდველი სპორტის სახეობა. თუმცა მე ვფიქრობ ბატონო გოჩა საკმაოდ ბევრი სკოლა არსებობს კიკბოქსინგის საქართველოში, მე უფრო მეტი უნდა იყოს, ვინაიდან ამისი პოპულარიზაცია არ წარმოადგენს განსაკუთრებულ დიდ პრობლემას. სოლიძანდებით კი ბატონო. ეხლა ჩემი პოზიციიდან იმისათვის რომ ტრავმები არ განვითარდეს, უპირველეს ყოვლისა სპორტსმენები უნდა მომზადდნენ ძალიან მაღალ დონეზე გამძლეობაში. აი მე შემიძლია ვთქვა, იმიტომ რომ აი 65 წელი მეტია რაც მე ამ სპორტულ მედიცინაში მუშაობდა, საქართველო ყოველთვის აგებდა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს უნიჭიერესი მაღალტექნიკური სპორტსმენები ფიზიკურად ვერ უძლებდნენ ხანგრძლივ ტურნირებს და ხანგრძლივ შეხვედრებს. ფიზიკურად ისინი ყოველთვის და რისგან იყო ეს გამო? იმიტომ რომ ფიზიკური მომზადება არ ხდება იმ დონეზე, რა დონეზეც საჭიროა. ჩვენ თუ სუფთა პროფესიონალურ სპორტზე ვილაპარაკებთ, ბატონი გოჩა დამეთახმება, რომ ის ვარჯიშები, ის ტრენაჟი, რაც დღეს ის ატარებს, კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს, რაც საკვირველია სათანადო პირობების შექმნით. ეხლა მე როგორც ექიმი ბატონ გოჩასაც ურჩევდა სხვა მწვრთნელებსაც და თვით სპორტსმენებსაც, რომ პერიოდულად უნდა ხდებოდეს სპორტსმენის ფიზიკური მუშაობის უნარიანობის შემოწმება და ფიზიკური მუშაობის უნარიანობის დადგენა ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ შეაფასებთ სპორტსმენის გამძლეობის დონეს. ამისათვის არის უკვე აწყობილი მეთოდიკა, ეს ყველა ცენტრებში, სპორტული მედიცინის ცენტრებში ეს აპარატები ფუნქციონირებენ და
ძალიან ესე იგი ძალიან ნადრევად მას შეუძლია გამოავლინოს თქვათ გადაწყვეტის ამბავი ან კიდე პირიქით თქვას რომ ეს ამისი დონე არ არის მაღალი მაგრამ ჩვენთან რა ხდება ახლა ეს ყველაფერი დაკავშირებულია ეკონომიკურ ხარჯებთან ხო და ეს ეკონომიკური ხარჯები აუცილებლად უნდა ცოტა გაიზარდოს იმიტომ რომ სხვანაირად პროფესიონალური სპორტი არ განვითარდება ჩვენ ხო ვიცით ახლა როგორ ხდება იგივე ამერიკაში იგივე ინგლისში ეგ ყველაფერი გეთდება მეცნიერულ დონეზე აი თქვენ წარმოიდგინეთ ახლა სულ ახლახანს მე დავამთავრე შესწავლა ჩვენი უმაღლესი ლიგის ქართველი ფეხბურთელების ფიზიკური მომზადების მაღალ მეცნიერულ დონეზე სტატისტიკურად დავამუშავეთ მასალა და გამოირკვა რომ ჩვენ ფეხბურთელებს სამწუხაროდ ეს მოზრდილებს აქვთ შედარებით დაბალი დონე გამძლეობის. მაშინ როდესაც 15-18 წლის ჩვენ ფეხბურთელებს რომელმაც საკმაოდ კარგად ასახელეს თავი საქართველოს იმათ უტოლდებათ ეს შეუძლებელია როგორ შეიძლება რომ 25 წლის მაღალ კვალიფიციურ სპორტსმენს ჰქონდეს ფიზიკური მუშაობის უნარიანობა უფრო დაბალი ვიდრე თქვათ 18-16 წლის ეს ასეთი რამე არ ხდება და კიდევ უარესი შევადარეთ ჩვენი მიღწევოსანი მოჭიდავეების ფიზიკური მუშაობის უნარიანობა და ფეხბურთელების და თითქმის თანაბარი აღმოჩნდა ესეც არ შეიძლება იმიტომ რომ მოჭიდავეს ფიზიკური მუშაობა, კულტურული მუშაობა უფრო ძალის მიერ და სისტრაფეზე არის აგებული ასეთი ტიპის დატვირთვა აქვს მაგას, ხოლო ფეხბურთელებში ძალიან მნიშვნელოვანი როლი ადგილი უკავია მათ წვრთნასა და მატჩებში გამოსვლაში გამძლეობას. ასე რომ ეს ყველაფერი არის მეცნიერულად შესასწავლელი და აი ბატონი გოჩა ახლა ამდენ შრომას რო ეწევა და ასე დიდ საქმეს რო აკეთებს და ასეთი მიღწევები რო გვაქვს, რა საკვირველია ამას უნდა შეუწყოთ ხელი და ექიმის უნდა ყავდეთ ისეთი ექიმი რომელიც სისტემატურად დაკვირვების ქვეშ ეყოლება თავისი სპორტსმენები და სამწუხაროდ ჩვენ ვიწყებთ ძალიან კარგად საქართველოში, ძალიან კარგად ვიწყებთ და მე გვაქვს შეფერხებები როგორ შევაფასებდით ჩვენი სპორტსმენების გამძლეობას იმ კუთხით რა კუთხითაც ბატონმა რომ კომესურათი დაგვიხატა მე ვეთანხმები ბატონო მიკოს აი იმ კუთხეში რომ იმ კუთხით რომ საქართველოში ნიჭიერების პრობლემა არ არის აი არის ზუსტად აი ამ გამძლეობის პრობლემა ეს ფეხბურთზე ჩანს კარენტ ფეხბურთი ძალიან პოპულარულია და სხვა სახეობებშიც მე თვითონ მონაწილეობდი ახალგაზრდობაში უფრო მე თვითონ ყველა სახეობები გამივლია და ვიცი რაც არის და მინდა გითხრათ რომ საქართველოში თუ აი ის ყურადღება რაც აქვს როგორც ბრძანა ბატონმა ამერიკელებს უცხოელებს ისეთი ყურადღება ექნება ჩემს სახეობაზე ვიტყვი ხლა იმის თუნდაც იმის ნახევარიც რო იყოს მე გეუბნებით ჩვენი ნიჭიერი სპორტსმენების ხარჯზე ჩვენ ბევრად მეტ შედეგებს მივაღწევთ. ეს ერთი და მეორე, რაც შეეხება სკოლებში და მასიურობას. ეს ყველაფერი დამოკიდებულია მაინც სახელმწიფოს ნებაზე. მე ჩემი მხრიდან რაც შემიძლია ვაკეთებ მე რაც მახსოვს ეს 25 წელია მე ამ საქმეში ვარ. არავის ესეთი რო ვთქვათ მხარდამჭერა ისეთი როგორიც აქვს დაუშვათ სხვა ქვეყნებში ან სხვა სახეობებს არ მქონია მაგრამ 32 ფილიალი ფუნქციონირებს საქართველოში და 3000-ზე მეტი სპორტსმენია ჩვენ სახეობაში და ეს ისე არ მინდა ახლა ტრაბახი არ გამომივიდეს მაგრამ ეს ჩვენი ფედერაციის მუშაობის დამსახურებაა და შედეგებიც 12 მსოფლიო ჩემპიონი გავზარდეთ და ევროპის და ეს რეიტინგებში ეს ინტერნეტში შედეგია და ვაღიაროთ მე მინდა გითხრათ რომ ჩვენ როშორს არ წავიდეთ აი გვერდითი მეზობელი ქვეყნების მაგალითები რო ავიღოთ თურქეთი მაგალითად თურქეთის გუნდი იცით ცოტნე ყველაზე სუსტად ითვლებოდა 1-5-10 წლის უკან როცა ჩვენ გვიხაროდა როცა ხვდებოდა კენჭისყრით თურქეთი და
თურქეთი მიხვდა თუ რა მოხდა არ ვიცი, ეხლა არის ძალიან ძლიერი გუნდი თურქეთს, რატომ? იმიტომ რომ სახელმწიფო მაიღო თავის განთავისუფლა ყველანაირი ნალოგებისგან ეს სპორტსმენები დარბაზები და 100,000-ობით ახალგაზრდა, იმიტომ რომ პოპულარული მოწონს ახალგაზრდობას და ერდოგანი თვითონ ესწრება შეჯიბრებს და ჩამოდის ხოლმე მსოფლიო ჩემპიონატებზე. აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი არ ვიტყვი ახლა სხვა ქვეყნებზე. ჩვენზე ბევრი ყურადღება აქვს და ჩვენ არა გვაქვს არც დარბაზი ნორმალური, არც დაფინანსება ნორმალური. მესმის ქვეყანას უჭირს, მაგრამ როდესაც არის სახეობა, რომელიც პოპულარულია, რომელსაც არაფერი ყურადღების მიუხედავად ამდენი ახალგაზრდა აკითხავს და ვარჯიშობს, მე მგონი ღირს ცოტა ყურადღება მიაქციონ, ვიდრე ახლა არ მინდა სახეობა დავასახელო, რომელიც ჩვენთან დიდი ყურადღებას სახელმწიფოსგან იმსახურებს, მაგრამ პოპულარული არ არის. უბრალოდ ძალიან პოპულარულია. მე მგონი სპორტის ყველა სახეობა იმსახურებს დიდ ყურადღებას, მით უმეტეს, როდესაც სპორტის სახეობა და მაშინ მოღვაწე სპორტსმენები გასახელებენ, ასახელებენ შესაძლებლობას და ასეთ შედეგებს აღწევენ. ცოტნეს მაგალითად მსოფლიოს პრიზიორია ბუნებრივია, ნუ თითქმის ყველა შეჯიბრებას არ ეთიშება, არც ერთს არ აცდენს და აქედან გამომდინარე, მე მგონი არც ფიზიკური მომზადების დონეს უჩივის და იგივე გამძლეობაზე, რომელზეც ჩვენი სტუმრები საუბრობენ, თქვენ რაიმეს ხوار დაამატებდით და რა უნდა გამოიმუშაოს სპორტსმენმა ისეთი, რომ თუნდაც ეს გამძლეობა ან ფსიქოლოგიური, ან ფიზიკური მომზადების დონე აამაღლოს. ფიზიკურად უნდა ივარჯიშოს, რა თქმა უნდა, ნორმალურად, მოემზადოს ყველანაირად, რომ ეს ფიზიკური გამძლეობა მეტი კონდეს და რა ვიცი, ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის სპორტსმენმა, რომ მიაღწიოს რაღაც დონეს საფეხურზე ავიდეს. ფსიქოლოგიურად ძალიან დიდი ყურადღება უნდა დაეწყოს. აუცილებლად. დიდი მნიშვნელობა. იმედია რომ მე ვფიქრობ რომ გამძლეობას ჩვენი სპორტსმენები ასე თუ ისე არ უჩივიან, ამას ის შედეგებით ცხადყოფს, რაც არის. მეორე ბლოკში ჩვენ მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი შემოგვიერთდება და მასაც უფრო დაწვრილებით დავაკითხებით ამის შესახებ. ძალიან დიდი მადლობა. 2 წუთით შევისვენებთ ჩვენ პირდაპირ ეთერში რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით დროებით დაგვალოდეთ. ჩვენ კვლავ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, ვაგრძელებთ დღევანდელ ჩვენს გადაცემას, რომელიც არის მედეფემისა და ტელეკომპანია პულსის ერთობლივი პროექტი სპორტი და ჯანმრთელობა. მე მისი წამყვანი ნინო მაჭავარიანი ვარ და დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გახლავთ კიკბოქსინგი და ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან საქართველოს კიკბოქსინგის და ტაიბოქსის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი გოჩა ჯავახია, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ელენე ბულაშვილი და პროფესორი, ექიმი, თანამედროვე სპორტული მედიცინის ფუძემდებელი საქართველოში ბატონი კოსვანიშვილი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მივესალმოთ ელენეს, შემოგვიერთდა მეორე ბლოკში და ელენესთან მექნება პირდაპირ შეკითხვა. ელენე, გოგონა ჩვენ აღვნიშნეთ პირველ ბლოკშიც, რომ სპორტის სამსახეობაში არ არის, ასე ვთქვათ, ცოტა რაოდენობით არ მონაწილეობენ და ეს რა თქმა უნდა ძალიან მისასალმებელია. ამ შემთხვევაში აღვნიშნეთ, რომ 32 კიკბოქსინგის სკოლა ფუნქციონირებს საქართველოში და 3000-მდე სპორტსმენი და მათ შორის გოგონებიც. ერთ-ერთი გოგონაც ხართ თქვენ, რომელიც საკმაოდ წარმატებით ასპარეზობს სპორტის სამსახეობაში და ამას რა თქმა უნდა ცხადყოფს თქვენი შედეგებიც. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი იყოს კიკბოქსინგელი გოგო საქართველოსთვის, მე მგონი არაჩვეულებრივი შედეგია. რამ გადაგაწყვეტინათ, მოდი თავიდან დავიწყოთ, რომ გოგონა დაკავებული ყავით სპორტის სამსახეობით და არა დაუშვათ სხვა. ძალისმიერი სპორტი რატომ ავირჩიეთ? პირველ რიგში მოგესალმებით ყველას და გეტყვით, რომ 19 წელია რაც ვარჯიშობ და დაკავებული ვარ ამ სპორტით. 11 წლიდან დავიწყე ვარჯიში, იმიტომ რომ ჩემს სოფელში სადაც მე გავიზარდე, იყო ფეხბურთი, ჭიდაობა და კიკბოქსინგი. ძალიან სპორტული ვიყავი, არა? გადაწყვეტ და დავირჩიეთ კიკბოქსინგი. ძალიან სპორტული ვიყავი და ორგანიზმი მთხოვდა სხვა თუ არაფერი, რომ სადღაც მევლო, სადმე რომელიმე სპორტზე. შევედი კიკბოქსინგზე, მაგრამ ღვთისმყალობით ეს სპორტი აღმოჩნდა ზუსტად ჩემი სპორტი. როგორც ხასიათით, ისე ფიზიკურათაც ეს არის იდეალური სპორტი. ნუ შეიძლება მარტო ჩემთვის არ იყოს და ყველასთვის იდეალური უნდა იყოს, მე ასე ვფიქრობ, იმიტომ რომ ეს სპორტი არის ალბათ პირველ რიგში ფიზიკური სრულყოფისათვისაც, სულიერი სრულყოფისათვისაც, ფსიქოლოგიურადაც ძალიან კარგად განაწყობს ადამიანს და როცა დარბაზში შევდივარ ცუდ ხასიათზე, სიტყვაზე თუ არსებობს ესეთი დღეების იშვიათია ჩემთვის, დარბაზიდან გამოვდივარ სრულიად სხვანაირი განწყობით, იმიტომ რომ ყველა ცუდი ემოცია შეგიძლია დატოვო იგივე ტომარასთან, იგივე სხვადასხვა
და არ არის გოგონასთვის თუ რთული იმის დავუშვათ გაფიქრება, რომ შეიძლება სპორტის სამსახეობით რომელიღაც ტურნირზე შეხვიდე და გამოხვიდე დავუშვათ დაზიანებული ან სხეულის რომელიმე ნაწილი ჰქონდეს დაშავებული ან რაღაც. ნუ მაინც სუსტი სქესის წარმომადგენლები გქვია, ხო? ასეა. ანუ არ გაქვთ ამის არ არის მაგის პრობლემა და მაგის შეში, იმიტომ რომ ჩვენ თუ სუსტი სქესის წარმომადგენელი გვქვია, იგივე სუსტი სქესის წარმომადგენელს ხვდებით და რაც ჩვენ ვართ და როგორი ნავარჯიშებით ჩვენ ვართ, იგივე არის ისიც და ამიტომ არ არსებობს დიდი განსხვავება და აი მაგიტომ არ არის დისბალანსი არ არის დაცულია. დიახ. ელინე, რა სახის ტრავმა ქონიათ სპორტის სამსახეობაში მიღებული? მე ერთადერთი ყველაზე მძიმე ტრავმა რაც მქონდა ნეკნის მოტეხილება და ისიც იმიტომ დამიშავდა ერთ ყველაზე ძლიერ ტურნირზე მსოფლიო ჩემპიონატზე ტაილანდში, რაღაც მე თვითონ დაუშვი ესეთი შეცდომა, რომ არ მეპატიებოდა და დავისაჯე კიდეც. ბატონო გოჩა, უფრო ნათლად ახსნით თქვენ ამ მომენტს, ალბათ რა თქმა უნდა, ელენეს გვერდში იყავით იმ მომენტში, რა შეცდომა დაუშვა? იქ იყო ესეთი მომენტი, საერთოდ წესები აქვს ყველა სახეობას და ერთი მომენტი იყო, როდესაც ჭიდაობის ელემენტი გამოიყენა ელენემ, რაც იქ არ არის დაშვებული, ესე იგი ფეხის გამოდებით გდება და ესე რომ ვთქვათ, ორივე მძიმედ დაეცა და ეს ქვეშ მოყვა ელენე და ისე დაეცა და ესე რომ ვთქვათ, ტრავმა სულ სხვა რამით გამოვიდა, არა თვითონ ტაილანდური კრივის წესებმა გამოიწვია, არამედ არაწესებმა, ესე რომ ვთქვათ და ამიტომ ესე რომ ვთქვათ, ესეც რომ ვთქვათ, არ არის ტაილანდური კრივის დამსახურება, ესე რომ ვთქვათ, ამისი ელენეს ნეკნის ტრავმა, მაგრამ ნუ ხდება ახლა ეგეთი ტრავმა შეიძლება ბავშვებს თამაშის დროს ეზოშიც მოვუვიდეს და ისა რომ თავარი ისა რომ რამოდენიმე მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა ელენემ და ჩემმა სპორტსმენებმა და მე არ მახსოვს სერიოზული ტრავმა ვერ ვიხსენებ მართალი რო გითხრათ, აი რაღაც ისეთი ტრავმა რომელიც ეს ნეკნის ტრავმას ისე გაიარა არც მისულა მგონი ექიმთან ისე უთხრეს და რა რეაბილიტაციის კურსი არ დაიჭირა. ხო, ბატონო, მე მგონი ნეკნის ტრავმას რაღაც სპეციალური რაღაც კურნალობა არც აქვს მგონი. ფიქსირება უნდა. ფიქსირება, ხო და ისიც არ გაგვიკეთები ესე გაუარა, მე ვიცი რომ ადვილად გადაიტანა ეს ამბავი, მაგრამ რა მინდა მოგახსენოთ რომ ტრავმები საერთოდ ტრავმები ჩემმა სპორტსმენებმა თუ მიიღეს არა ჩემი სახეობის დაკავების შემთხვევაში, მაგრამ ფეხბურთის თამაშის დროს. ან რაღაცა სხვა რამეს, ან ველოსიპედით მიდიოდა და გადმოვა. უბრალოდ ჩაოლებრივად ყოფითი ცხოვრების. ყოფითი ცხოვრებისგან მე მახსოვს გორდაძე არის ცნობილი სპორტსმენი სამგზის ჩემპიონი, ტრავმები მიიღო ფეხბურთის თამაშის დროს. ჩაკვეტაძე გიორგი ტრავმები მიიღო ფეხბურთის, ჩემი ბიჭი დათო სამგზის სოფლიო ჩემპიონი, ისიც ფეხბურთის თამაშის დროს. და კიდე რაღაცა იქ თამაშობდნენ რა, ეზოში თავისი. ისე რომ არ არის აი ეს სახეობა როგორც ჩანს, ისეთი ტრავმიანი, ეს ჩანს ნამდვილად. ძალიან კარგია, მაგას არაფერი ჯობს. ჩვენ არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო პირიქით, რაც ნაკლებად ტრავმული იქნება სპორტის რომელიმე სახეობა ჩვენი სპორტსმენებისთვის, ჩვენთვის უფრო სასიხარულო იქნება ეს მომენტი. თუმცა, ბატონო რომიკო, იგივე ნეკნის ტრავმა ვახსენეთ, მუხლის ტრავმა და ძირითადად სპორტის სამსახეობაში თუნდაც მსუბუქი, მაგრამ მაინც რა სახის ტრავმები შეიძლება არსებობდეს და როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან ის? ნუ საკვირველია ახლა სპორტის სამსახეობაში აქ ბატონო გოჩა ბრძანა და სპორტსმენიც ლაპარაკობს ერთით მეორედ და არ არის ხირი ტრავმები და ძლიერი ტრავმები, მაგრამ ეს ტრავმები მათი ახლა საერთოდ რო თქვა რომ თავიდან ავიცილოთ ტრავმა ეს წარმოუდგენელი შეუძლებელია, ასეთი რამე არ არსებობს სპორტის სამსახეობაში, მაგრამ მეორე მხარეა საინტერესო რომ სადღეისოდ სპორტული ტრავმები, საერთოდ ტრავმების და კერძოდ სპორტული ტრავმების კურნალობის საქმე საკმაოდ მაღალ დონეზე არის დაყენებული, თუ გინდათ იგივე ჩვენთან ქალაქ თბილისშიც. ასე რომ დღეს ეს უკვე პრობლემას არ წარმოადგენს. აი სხვათაშვილის სულ ახლახან გაიხსნა დავით ტატიშვილი არის ასეთი ექიმი, მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა უზარმაზარი სარეაბილიტაციო ცენტრი. თქვენ არ ვიცით, იცით ეს ამბავი თუ არა? და იქ მათ აქვთ სრულიად ახალი თანამედროვე აპარატურა, რომელსაც შეუძლია აი ეს განსაკუთრებით ტკივილის ხასიათის შეგრძნებები, შეშუპებითი შეგრძნებები და ასე შემდეგ. სულ რამდენიმე დღეში შეიძლება რომ მოიყვანონ წესრიგში. ასე რომ ამ ხრივ
საქართველოს ტრამვების კურნალობის თვალსაზრისით საკმაოდ კარგ მაღალ დონეზე დგას, ასე რომ ეს არ არის პრობლემა დღეს ჩვენს ქვეყანაში. ძალიან სასიკეთო და დამაიმედებელი პროგნოზია ნამდვილად გეთანხმებით მეც ამაში და ბოლო კითხვა მექნება ბატონო გოჩა თქვენთან ჩვენ გადაცემა თანდათან დასასრულს უახლოვდება. ასაკი აღნიშნოთ მოდით სპორტის სამსახეობაში რაღაც განსაზღვრული იქნება, როდი შეიძლება რომ მოზარდი ჩაერთოს აქტიურ სპორტში. რა ასაკიდან იღებთ ბავშვებს? ნუ მე შემიძლია გითხრათ რომ ბავშვი რომელიც უკვე ასე ვთქვათ უსმენს მასწავლებელს და ესე იგი არ თამაშობს თავისთვის იმ ასაკიდანვე შეიძლება ეს რას ნიშნავს ესე იგი ბავშვი რომელიც მოვა ვარჯიშზე ეს არ ნიშნავს რომ ის რინგზე ავა და იმას იქ მოუწევს ის იმან უნდა გაიაროს ერთი ზოგმა 5 წელი უნდა ზოგს 10 წელი იმის მიხედვით როგორია თვითონ პიროვნება და შემდეგ იწყება საერთოდ 10-11 წლიდან იწყება შეჯიბრებებზე და ისიც ძალიან კაცრად ხდება არჩევა ის სპორტსმენი რომელიც არ არის მზად იმას ელენე სწორი ასაკი შეურჩევია კი ელენე ნუ მაგრამ აი მოსულან მაგალითად 6 წლის 7 წლისები და ისინი სანამ არ მიაღწევენ აი ამ კონდიციას და მწვრთნელმა მაგწვრთნელის დამსახურება იმაშია რომ ეს უნდა იცოდეს ის ბავშვი უნდა იყოს მომზადებული იმისთვის რომ რინგზე ავიდეს და იმან ის ტექნიკა და ის აჩვენოს რასაც ის ასწავლის ამიტომ მე ასეც იმას ვერ ვტოვებ რა ხალხს რომ აი მაგალითად 6 წლის 7 წლის 8 წლის შეუძლია მოიყვანონ გოგონებიც მოდიან მე მახსოვს მარი მოვიდა ჩვენთან ერთი 5 წლის იცის აბესაძე მარი რომელიც ორჯერ გახდა მე საქართველოს ჩემპიონი 5 წლის იყო რომ მოვიდა და ნელ-ნელა გამითავდა ძალიან აზე არ სუნდოდა შეჯიბრება მე თვითონ გამოთქვა სურვილი და გოგონებში გავიდა და გაიმარჯვა ისე რომ არავინ არავის მოზარდია დამოკიდებული მის ფიზიკურ შესაძლებლობებზე და ასაკი ესეთი და არავინ არავის არ აზრავს რომ შეჯიბრებაზე გავიდეს საერთოდ შეიძლება არც მოუწიოს დარტყმებთან კონფლიქტი იმას მე იმას ვასწავლებ თუ უნდა გამოვა თუ უნდა არ გამოვა არავინ არავის არ აძლევს ეს არის სუფთა მისი ინიციატივა მის ნებასურველზე გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ სტუდიაში მობრძანებისთვის. წარმატებები მინდა გისურვოთ. ყველა ჩვენ სპორტსმენს, ელენეს, ცოტნეს, ჩვენი გადაცემის სტუმრებს და იმ სპორტსმენებს, რომლებიც დაკავებულები არიან სპორტის სამსახეობით, იმედია, რომ ასახელებენ ჩვენს ქვეყანას კიდევ არაერთ გზის და ჩვენ შევიკრიბებით აქ და ვისაუბრებთ მათ წარმატებებზე. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ და შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმრები იყვნენ კიკბოქსინგის და ტაიბოქსის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი გოჩა ჯავახია, სამგზის მსოფლიო ჩემპიონი ელენე ბულაშვილი და ექიმი პროფესორი თანამედროვე სპორტული მედიცინის ფუძემდებელი საქართველოში ბატონი რომიკო სვანიშვილი. პირველი ბლოკის სტუმარი კი ცოტნე სულთანიშვილი იყო ჩვენი. დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს. მე კი ზუსტად ერთი კვირით გემშვიდობებით, ზუსტად ერთ კვირაში მედეფემისა და ტელეკომპანია პულსის ერთობლივი პროექტის სპორტი და ჯანმრთელობა კვლავ პირდაპირ ეთერში დაგიბრუნდება. დროებით დაგველოდეთ.